მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. უბრალოდ ალბათ არ იქნება სწორი რომ იმაზე ადრე თქვა, ვიდრე შეხვედრა დასრულდება და შეხვედრა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ახლა ამ შეხვედრაში ბევრი სხვადასხვა საკითხები განიხილება, უბრალოდ ძირითადი თემა რა თქმა უნდა არის შექმნილი ვითარება და ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ კოორდინირებულად გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტთან მათთან ერთად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ქვეყანას პრინციპში რაღაცა ამ კრიზისთან გამოსავალი შევთავაზოთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიულ ფარგლებში და დემოკრატიულ კალაპოტში ჩააჯდეს. ახლა გარკვეულად საკითხები რა თქმა უნდა ბევრი განიხილება, სხვადასხვა ვერსიები, საბოლოო ჯამში რაზე შევთანხმდებით, რაზე ჩამოყალიბდებით და რა იქნება ერთი შეჯამებული პოზიცია, ბუნებრივია, ჯერ წინასწარ არ იქნება სწორი რომ მეთქვა, იმიტომ რომ მსჯელობა მიმდინარეობს. კი ბატონო. ბატონ დიმიტრი, მინდა გკითხოთ პრეზიდენტის მიერ ერთგვარ ულტიმატუმთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული გულისხმობ 29 დეკემბრამდე მისცა ვადა ბიძინა ივანიშვილს რომ შეხვდნენ და შეთანხმდნენ ახალი არჩევნების თარიღზე. რას უნდა ველოდოთ, როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში როგორი გაქვთ მოლოდინი, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი არ დანიშნავს 29 დეკემბრამდე აი ამ ახალ არჩევნებს და როგორ ემზადებით იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად დაინიშნა ეს არჩევნები, რომ იგივე სცენარი არ მივიღოთ, რაც 26 ოქტომბერს და ისევ რაღაცა გაყალბდა, გამოჟონა, ისე ჩანდა, ასე ჩანდა, არ განმეორდეს. ხო, რა თქმა უნდა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვათ დაუშვათ და ხელისუფლება მოდის მოლაპარაკების თქვათ პროცესში შემოდის და ნიშნავს ახალ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ არ მოხდეს იმ არჩევნების ისე ჩატარება, როგორც ეს 26 ოქტომბერს მოხდა, რომ რეალურად არ მიცეთ საშუალება ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები გაყალბების გზით. ამიტომაც არის ძალიან ფუნდამენტური რამდენიმე საკითხი, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები, გარკვეული ცვლილებები ალბათ იმ სტრუქტურებში, რომელიც არალეგალურად, არაფორმალურად, რეალურად ატარებდნენ არჩევნების კამპანიას და უზრუნველყოფდნენ ამ გაყალბებას და ყველაფერი იმ ვთქვათ დარღვევას, რომელიც საბოლოო ჯამში მოხდა ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში. ეს რა თქმა უნდა, ამაზე, მათ შორის ამაზეც მიმდინარეობს რაღაც მსჯელობა დღეს, ახლა, იმიტომ რომ ესეთ დაშვების შემთხვევაში და ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ახლა 29-მდე გამოცხადებული ეს ვთქვათ არჩევნები, ახალი არჩევნების თარიღი თუ მერე იქნება ეს და მე დარწმუნებული ვარ აუცილებლად აქამდე მივალთ, იმიტომ ამ კრიზისის გამოსავლის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა არის ახალი არჩევნები. ყველა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ისეთი მცირე, სწრაფი ცვლილებების განხორციელება, რომ უზრუნველყოთ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების საბაზისო საფუძვლები. ახლა მე ბუნებრივია არ გულისხმობ იმას, რომ რაღაცა შესაძლებელია მოხდეს ფუნდამენტური რეფორმები რომელიმე უწყებაში, მაგრამ საბაზისო სტანდარტები უნდა შედგეს იმისთვის, რომ რეალურად პოლიტიკური აქტორები შევიდნენ საარჩევნო პროცესში. სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეიძლება აზრი ქონდეს დაკარგვა. ამიტომაც ეს მოთხოვნა ახალი არჩევნების გამყარებული უნდა იყოს, აი იმითაც რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყანაში თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების საბაზისო სტანდარტები. ეს აუცილებელია და ნუ აქ ახლა განსხვავებული შეიძლება ფუნდამენტურად არა, მაგრამ რაღაცა შეხედულებები მე ვფიქრობ და მოხერხებადი ამბავია, ხომ ესე იგი ბატონ დიმიტრი? კი, ალბათ ამას ყველაფერს თავისი რაღაცა სამართლებრივი იურიდიული აი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის ფონზე ბოდიში გეჭრებით. აი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის ფონზე რაც აქვს ოცნებას და რასაც გამოიყენებს და რა ვიცი თუ ახალი არჩევნები დანიშნა შეიძლება გააორმაგოს კიდეც ამ რესურსის გამოყენება, ხომ? არც ეს არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო ძლიერად მოეჭიდოს ძალაუფლებას. ხო, აქ ხო ძალიან მარტივად არის. საქართველოში კანონმდებლობით არის უწყებები, რომელმაც უნდა გააკონტროლონ ის, როდესაც რომელიმე პარტია იქნება ეს ოპოზიციური თუ ხელისუფლების, როდესაც ის იყენებს უკანონოდ რამე რესურსს, ან აქ შავი ფული, ან აქ ადმინისტრაციული რესურსი, ან შეიძლება არსებობს წესით არსებობს სტრუქტურა, რომელმაც ეს უნდა გააკონტროლოს და შესაბამისი დასკვნა დადოს. ეს თავის დროზე იყო, ესე ვთქვათ, კონტროლის პალატა, რომელიც ვთქვათ, აუდიტის სამსახური ბოდიში და ეხლა არის ანტიკორუფციული სამსახური. რეალურად ერთის და მეორეც არ ფუნქციონირებს იმისთვის, რომ ეს შავი ფულის იქნება თუ უკანონო გამოყენება რესურსების გააკონტროლოს. ამიტომაც არის, როდესაც ხელისუფლებამ მოახდინა სრული უზურპაცია ყველა პოლიტიკური ინსტიტუტის, დემოკრატიული ინსტიტუტის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განსაკუთრებით, რასაც სხვათა შორის ითხოვს ევროკავშირის ესე გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა იყო, გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების, რომ ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები უნდა განთავისუფლებულიყვნენ პოლიტიკური წნეხისგან და უნდა განხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი. ეს სწორედაც იმიტომ გვინდა, რომ ესე დროს, როდესაც რომელიმე კონკრეტული პარტია და ამის
არაერთი მაგალითი ვნახეთ, რომ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ხედავთ, რომ არის ძალიან ბევრი დიდი შავი ფული, ხო? ამაზე უნდა მქონდეს რეაქცია, ესე დრო შესაძლებელია, რომ პარტია მე მგონი თუ არ ვხვდები კანონის იძლევა ამ საშუალებას, რომ მოიხსნას რეგისტრაციიდანაც კი. ამიტომაც ამის შესაძლებლობები კანონში თითქოს გვაქვს, მაგრამ იმის გამო რომ ეს ინსტიტუტები და მათ შორის ვთქვათ პირადი მონაცემის დაცვის ინსტიტუტი, რომელიც ასე ხელში ჩაიგდეს და თურმე სინამდვილეში ამ მონაცემების ადამიანების პირადი მონაცემებზე ბაზებზე წოდდება. როგორ მოხერხდება ბატონ დიმიტრი აი ამ ინსტიტუტების გამოჯანსაღება, ესე ვთქვათ, რაც ერთგვარი პრევენცია იქნება სწორედ სამართლიანად ჩატარებული არჩევნების, იმიტომ რომ რა ვიცი კაცო ინსტიტუტები თუ გამოვაჯანსაღეთ და სამართლიანი საარჩევნო გარემო შევცვალეთ, რაღა გვიჭირს ხომ დამეთანხმებით. კიდევ ერთხელ, ეხლა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც საუბარი არის იმ გასულთა კრიტიკულ სიტუაციებში, როდესაც უნდა დაინიშნოს ძალიან მალე ახალი არჩევნები, ჩვენ როგორც მინიმუმ საბაზისოდ უნდა გქონდეს ელემენტარული პირობები შექმნათ იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს დემოკრატიული. რა არის ეს ელემენტარული პირობა მაშინ ასე დავსვამ კითხვას. რა არის ეს ელემენტარული პირობა? როგორც მინიმუმ ხელმძღვანელი პირების არაპოლიტიკური ლოიალობის გამო დანიშნული. არ იყვნენ ის ადამიანები, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც რეალურად კონკრეტულ ერთი პარტიის ინტერესებს ემსახურებენ. არ შეიძლება CSGO-ში სრული უმრავლესობა ყავდეს ხელისუფლება და ჩვენ ვიფიქროთ, რომ ის არჩევნებს ჩაატარებს ობიექტურად, ხო? ბუნებრივია, ხო? აი ესეთი ელემენტარული, ესე ვთქვათ, საბაზისო საჭიროებები არსებობს, რომელიც უნდა მოხდეს სრულებები პაკეტურად ჩვენი აზრით, რომ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას კიდევ ერთხელ მეტნაკლებად შესაბამისობაში მოვიყვანოთ გარემო დემოკრატიულ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან. კიდევ ერთხელ სრული დემოკრატიული ამას ჭირდება ფუნდამენტური რეფორმები, ამაზე საუბარი იყო ბუნებრივია და არის საუბარი ქარტიაში, რომელიც თავის აქტუალობას კიდევ შეიძენს რაღაც ეტაპის მერე, მაგრამ მანამდე ჩვენ გვჭირდება რაღაც საბაზისო პირობები და საბაზისო გარანტიები ამისათვის. უბრალოდ სხვა შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ჩაგვიტრიოს ტყუილში და ჩაატაროს ისეთივე არჩევნები, ან კიდევ უარესი და კიდევ უფრო გააყალბოს არჩევნები. ამის შესაძლებლობა არის. იმიტომ ჩვენ რეალურად ვიცით, რომ მათ გამარჯვებას, ფაქტიურ გამარჯვებას განაპირობებს არა რეიტინგი, არამედ ის რესურსები, რომელსაც ისინი ხარჯავენ. და ამიტომაც არის, რომ ეს რესურსები უნდა განეიტრალდეს. კი ბატონო და ბატონ დიმიტრი დღეს რესურსებზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი. დიახ, მესმის. ბატონ დიმიტრი და დღეს კოლბახიძეს შეხვდა მოკლედ ბიზნეს და რა ინფორმაციაც მოვახერხეთ, რომ ესე მოგვეპოვებინა მოკლედ ამ ბიზნესმენებისგან არის ის, რომ რაღაცნაირად თითქოს ერთგვარი პირობა მიიღეს, რომ დაკავებულები გათავისუფლდება ახალ წლამდე, ახალ არჩევნებზე არ იყოს საუბარიო, ეს ბევრმა ბიზნესმენმა თქვა, მაგრამ დაკავებულებზე რო იყო საუბარი, ეს დადასტურდა და ესეთი პირობაც მივიღეთ. ანუ რამდენად შეიძლება, რომ რაღაცა აი დაკავებულების გათავისუფლების კონტექსტში შეეცადოს აი ამ მუხტის დაკონვერტირებას ხელისუფლება? ეს რამდენად გამოუვა თუ ახალი არჩევნების საკითხი ვერანაირად ვერ მოიხსნება დღის წესრიგიდან, სულ რომ ყველა პოლიტპატიმარი ხვალრვე გაათავისუფლოს ივანიშვილმა? მოდით ესეთ მე არ ვიცი, უნებრივია რამდენად ესე ვთქვათ ჯანსაღი იყო დისკუსია, მე რამდენიმე ჩემი ნაცნობი ესე ვთქვათ ბიზნესმენს დავინახე, რომელიც ასე ვთქვათ აქციებზეც მონაწილეობენ და იმათი კაფეო გზავნილებიც იყო. ესეთიც იყო. რეალურად შიგნით რა მდგომარეობა და რა კლიმატი იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით. სამწუხაროდ საქართველოში ბიზნესის დიდი ნაწილი მოქცეული არის სახელმწიფოს ვთქვათ კონტროლის ქვეშ და პრაქტიკულად შერწყმულია სახელმწიფოსთან, რაც არ უნდა იძახონ, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალი არ არის და მასზე აქვს საკმაოდ ძლიერი კონტროლის მექანიზმები, თუმცა კიდევ ერთხელ განთავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში უპირობო და ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდი აქ დავთქვათ და რა შედეგი დადგება არ ვიცით, მაგრამ რეალურად ის უნდა ვთქვათ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულების პრაქტიკულად ყველას ვადა გაზდის მალე. აი უახლოეს დღეებში, ხო? ჩვენ გვახსოვს, რომ ეს იყო დაახლოებით 1 კვირი, 2 კვირის წინ დაკავებული ადამიანები და იმათ ყველას გაზდით. ხო, თუმცა არიან ისეთი პატიმრებიც ბატონ დიმიტრი, ვისაც წლობით ემუქრებათ, ხო? ციხე, ესენი არიან მსახიობები, იქნებიან იუმორისტები თუ ასე შემდეგ. ხო, ზუსტად მანდ მივდივარ, დიახ. ხო, დავასრულო, რის თქმა მინდა. ანუ ერთი ნაწილი არის ადმინისტრაციული წესი და ასე ვთქვათ, დაპატიმრებული, რომელიც თავისითაც გამოლენ, იმიტომ რომ მაგ ვადები გაზეთ. მეორე არის უფრო ძიმე ბრალდებები დაკავებულები სრულიად უსაბუთლოდ, რომელსაც აქვს 4-დან 9 წლამდე და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში გამოუშვებენ მაგათ პირობი და გირაოთი თუ რაღაცა თუ რეალურად შეწყვეტავენ საქმეს, ესე ძალიან დიდი ნიშანი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ თუ ხელისუფლებას რამე უნდა თქვას, რომ რაღაცა დათმობაზე მიდის, პირველ რიგში ეს ხალხი უნდა გაანთავისუფლოს
თავისუფლოს, სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყვიტოს და არა ის რომ უბრალოდ საპატიმრო დაატოვებინოს რაღაცა პირობითი სასჯელი თუ ასე. მათ მიმართ უნდა დევნა შეწყდეს და ისინი აღარ უნდა იყვნენ, ასე ვთქვათ, რაღაცა ფორმით, ასე ვთქვათ, ან ძიების ქვეშ, ან გირაოთი, ან რაღაცი განთავისუფლება. ეს წალსახა. თუმცა კიდევ ერთხელ, იმის გამო რომ ასე ვთქვათ, საქართველოს ასე კრიზისში შევიდა, არა მხოლოდ იმიტომ რომ დაპატიმრებულია ხალხი, არამედ იმიტომ რომ სახელმწიფო მოახდინა სრული უზურპაცია ხელისუფლების, რეალურად მოიპარა არჩევნები, ეს შესაძლებელია მხოლოდ გასწორდეს ახალი არჩევნებით. ყველაფერი სხვა იქნება ძალიან დროებითი და მიუღებელი, დიდი ალბათობით მოსახლეობის და ყოველ შემთხვევაში საზოგადოების აზრს, როცა ვართ აქციაზე, ხედავთ, ეს არ არის უბრალოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკური სუბიექტების ან ვინმეს ახირება, ეს არის ის მოცემულობა, დემოკრატია თუ დაზიანდა არჩევნების გზით, არჩევნებმა და ახალმა და სამართლიანმა არჩევნებმა ის უნდა გაასწოროს. უბრალოდ სხვანაირად არაფერი არ გამოვა. აი ეს არის და ეს ახლა რა თქმა უნდა პატიმრების გამოშვება ეს არის უპირობო საკითხი, რომელიც არ ექვემდებარება განხილვას, ეს არის ცალსახად აუცილებელი წინაპირობა ყველაფერი სხვის, მაგრამ არჩევნები საბოლოო ჯამში არის გამოსავალი იმის კრიზისიდან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ დიმიტრი იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენთან ხაზზე. დიმიტრიც ქიტიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.